მეგობრებო, მოგესალმებით. როგორ ხართ? საჯარო გაშლა, რომელიც მე დღეს თქვენთვის მომამზადე, ჟღერს შემდეგნაირად. რა არის პირველი ეფექტი, პირველი ენერგია, პირველი შთაბეჭდილება, რასაც ადამიანებში ქმნით. თქვენთვის უცნობოთ ხო ადამიანებში. რა არის ეს ეფექტი? რა არის ეს ენერგია? არ გაინტერესებთ? დარწმუნებული ვარ, რომ გაინტერესებთ. ნახოთ. როგორ ეფექტს ახდენს საზოგადოებაზე. როგორ ენერგიას ტრანსლირებთ, როდესაც თქვენი ენერგიები ერთმანეთს ხვდება. ნახოთ. პირველი ვარიანტი, თქვენი ენერგია და თქვენი ენერგია. მაშასა და მე. სამი ვარიანტი არის ჩვენს წინაშე. პირველი გვექნება ვარდისფერი კვარცის გული. მეორე გვექნება წითელი იასპი და მესამე გვექნება ამაზონიტის კუ. ესეთი კუ ყავს აქ. კეთილი, დახუჭეთ თვალები. დასვით კითხვა. როგორი არის პირველი ეფექტი, როდესაც ადამიანები აღმიქვავენ, რა ენერგიას ვაღვიწებ ხო მათში, რა ენერგიას კითხულობენ ჩემში ეს ადამიანები. როდესაც თვალებს გაახელთ, რა თქმა უნდა, თქვენი ვარიანტი აუცილებლად დაგიძახებთ, თქვენი მინერალი აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და კეთილი, მე ვიწყებ ვარიანტი პირველით. რა არის ეს პირველი ეფექტი, როდესაც ადამიანებს ხვდებით, რა ენერგიას ტრანსლირებთ. არკანის სამსჯავრო ამოვიდა. ძალიან საინტერესო არკანია. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ადამიანები თქვენზე ბევრ ავსაც და ბევრ კარგსაც ჭორაობენ, შეიძლება ასე ითქვას. ჩემი ოთხფეხა მეგობრები გიჟობენ. ხო, თქვენზე ბევრი მითი დადის, შეიძლება ასე ითქვას. აბსოლუტურად შუაზეა გაყოფილი საზოგადოების აზრი თქვენთან დაკავშირებით. თქვენ არ ხართ ადამიანი, რომელიც რაღაც შუა ემოციებს, შუაში შეგრძნებებს და ემოციებს ბადებს, ხო? ანუ ესე უბრალოდ არ ჩაივლით ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანის ცხოვრებაში ან რაღაცა ძალიან კარგს დატოვებთ, ან წახვალთ, მაგრამ საშინელ გემოს დაუტოვებთ ადამიანს, ასე ვთქვათ. თქვენთან ურთიერთობით, იმიტომ რომ ადამიანები პირველ რიგში ხედავენ და აღგიქვამენ როგორც ძალიან ძლიერ ადამიანს ძლიერი ენერგეტიკით, ადამიანს, რომელიც უბრალოდ არ საუბრობს, ადამიანი, რომელიც მოქმედებს, ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც სიტყვებს მარჯვნივ მარცხნივ გაისვრის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც შედიხართ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი. კორდინალურად ცვლით ამ ადამიანების ცხოვრებას. მოდით კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. როგორ ზეგავლენას ახდენთ ადამიანებს, ესე დავსვამდე კითხვას. ექვსიანების ხმლები. ხო, ადამიანები იცვლებიან თქვენს გვერდით. თქვენც იცვლებით ადამიანების გვერდით, მაგრამ ნახეთ, ძალიან კარმული ტიპი ხარ, შეიძლება ასე ითქვას, ხო? საბედისწერო კაცი, საბედისწერო ქალი ადამიანის ცხოვრებაში. ანუ თქვენ ხართ ადამიანი ძალიან სპეციფიური ტრანსფორმაციული ენერგიებით. ამახსოვრდებით ადამიანებს, იმიტომ რომ თქვენთან ურთიერთობით ისინი ან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს იძენენ, ან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს კარგავენ. თქვენ არიცით შუა. თქვენ ან ძალიან ცხელი ხართ ურთიერთობებში, ან ძალიან ცივი, იმდენად ცივი, რომ გაყინულიც კი. ამიტომ
თქვენთან ესეთი მსუბუქი ტიპები ვერ იმეგობრებენ, ხვდებით ხო? აი ადამიანები, რომლებიც ესეც ზედაპირულები არიან, ადამიანები, რომლებიც მარტივები არიან, ხო? არიან ხო ესეთი ადამიანები, რომელსაც არ უნდათ ხო ეს სიღრმეები ურთიერთობებში და შესაბამისად თქვენც ასეთი ადამიანი ხართ. ვერ გაჩერდებით ისეთ ურთიერთობებში, სადაც არ არის სიღრმეები, სადაც არ არის საინტერესოობა, სადაც არ არის მძაფრი შეგრძნებები. გამიგეთ ხო, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ უბრალო ადამიანი, თქვენ ადამიანთა ცხოვრებაში ნამდვილად ქმნით ტრანსფორმაციულ ენერგიებს, რომლებიც ვიღაცისთვის სასიამოვნო, ვიღაცისთვის უსიამოვნო, მაგრამ შუა ნამდვილად არ გაქვთ, ასე რომ როგორ ენერგიებს ვბადებთ? ერთ სიტყვით შევაფასებდი ამ ენერგიებს. ეს არის უფრო მეტად საბედისწერო ენერგიები, ვიდრე ვთქვათ რაიმე ყოფიერი ყოველდღიური მარტივი ურთიერთობები. დაგემშვიდობებით, მეორე ვარიანტი. თქვენ რა ენერგიას ვბადებთ ადამიანებში, როდესაც ისინი თქვენს ენერგიას ეხებიან, ხო? Page of Cups. მოტივაცია. თქვენ ხართ ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც უნდა ყველას, შეიძლება ასე ითქვას. თქვენ ხართ ღია, ძალიან გახსნილი, ამავდროულად ჩაკეტილი შეიძლება იყოთ, ამას არ, ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ იხსნებით მაქსიმალურად. ხართ ასევე ძალიან არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, იცით კიდე რა მოსწონთ თქვენში საზოგადოებას და რა იზიდავს თქვენი გულწრფელობა და თქვენი ბავშვურობა. მე იმას არ ვამბობ, რომ ინფანტილური ხართ და თქვენი მოტყუება მარტივად შეიძლება, არა, მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს ძალიან ბავშვური, ძალიან გულთბილი, ძალიან ტკბილი და გემრიელი ენერგიები, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი ენერგიები სათანადოდ უნდა იწმინდებოდეს, ინახებოდეს, იმიტომ რომ პარაზიტიც ბევრია, ვთქვათ, ვინც დიდი სიამოვნებით შეახრამუნებდა ამ ენერგიებს. იმათ რა სჭირთ, რატომ გადაირივნენ, ვერ გავიგე. კიდევ ერთი არკანით მინდა, როგორ ენერგიებში ამყოფებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ურთიერთობენ, კიდევ ერთი არკანით, აი ხედავთ ხო, სამიანების თასები, დღესასწაულს ქმნით. თქვენ ხართ ადამიანი ფესტივალი, ადამიანი დღესასწაული. ადამიანები თქვენთან ურთიერთობის შემდგომ შთაგონების ენერგიებში იწყებენ ყოფნას. თქვენ ხართ ადამიანი, სხვათა შორის, რომელიც აი ყველაზე მძიმე პერიოდში ან ცუდი მოსესმენი ახსენდებით ადამიანებს, მაგრამ აქ მართლა ასეა, ხვდებით ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მოусმენს, რომელიც რჩევას მისცემს, რომელიც ესე იგი კაცრავად მეგობრებო, ეხლა უნდა გავჩხავლო იმათ და ხო, ვიჩხავლე და მოვედი. ესე იგი, თქვენ ადამიანებში ქმნით აი ამ დაცულობის შეგრძნება სხვათა შორის, სამიანების თასები, ეს არის რაღაცა ერთიანობა, community, ხო, როდესაც თქვენ გაქვთ იმის ნიჭი, რომ ადამიანებს თავი აგრძნობინოთ უსაფრთხოდ, თავი აგრძნობინოთ კარგად, დაავიწყოთ საკუთარი პრობლემები და აი საპორტი, თქვენ ხართ ადამიანის საპორტი. ასეთ ენერგიებს აღვიძებთ ადამიანებში, ასეთ ენერგიებში ეხებით ერთმანეთს და მოკლედ ადამიანებს თქვენი იმედი აქვთ, აი ეს შემიძლია გითხრათ. კიდევ რა ენერგიებით შედიხართ ადამიანებთან ურთიერთობებში? აი ნახეთ, ოთხიანების პენტაკლები აი რადიკალურად სხვა არკანი არის და არკანის შეყვარებულები. ხო, სხვათა შორის რა გაქვთ, იცით? სადღაც თქვენ წარმოიდგინეთ მესაკუთრეც ხართ. სადღაც ძალიან გიყვართ სტაბილურობა. გიყვართ გასაგები ურთიერთობები. და ადამიანებმა ისიც იციან, რომ
ამ მომღიმარი თბილი და რბილი და გემრიელი არსების უკან იმალება ადამიანი, რომელიც რამე რომ იყოს, თავის კონსერვანტ ხასიათს ავსვათ გამოავლეს. მიხვდით ხო? ანუ თქვენ ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე გაქვთ, ხვდებით ხო ეს? თუ ადამიანი თქვენს გვერდით არის, შეჭამთ ნებისმიერს მის გამო, ხო? მაგრამ თუ ადამიანში შეცდებით, ყოველ შემთხვევაში ეს მარტივად არ გაუშვებთ ამ თემას. და შიგნით იმას იზავთ, დაატრიალებთ, ხო, ანუ რთულია თქვენთვის, როდესაც ადამიანს გულს უხსნით, მე იქიდან ისე მარტივად ვერ იგლეჩთ ნამდვილად ადამიანებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ერთ საინტერესო მომენტია, თქვენ შეიძლება საზოგადოება როგორც თბილ და ტკბილ და ესეთ საფორთ ადამიანს გიცნობთ, ხო? მაგრამ მთლიანობაში გულწრფელი და რეალური, იმას კი არ ვამბობ, რომ ამ ადამიანებთან არარეალური ხართ, მაგრამ ძალიან რამოდენიმე ადამიანი არის ისეთი, ვისთანაც ძალიან ბოლომდე იშლებით და იხსნებით და აი აქ უკვე გარკვეული საზღვრები ჩდება ნამდვილად, ხო? და ვერ ვიტყვი, რომ არ ხართ მომთხოვნი ურთიერთობებში და მარტო მოგცემ, არა, ეს ასე არ არის. მომთხოვნიც ხართ, საზღვრებიც იცით, ეჭვიანობაც შესაძლებელია იყოს აქ, მაგრამ მთლიანობაში მაქსიმალურად აძლევთ ადამიანს ყველაფერს ხელის გულზე უშლით, რაც ნამდვილად თქვენთვის ძვირფასი ამ ადამიანში და მე ასე ვიტყოდი, გარეთ იცით როგორი ხართ, გარეთ უფრო მსუბუქი, ტკბილი ურთიერთობა, მეგობრობა, community, მაგრამ შიგნით, აი როდესაც აი მერთეულ ადამიანებზე არის საუბარი, ვისაც მართლა მთლიანად გულში ისვამთ, ხო? მე იქ ვერ ვიტყვი, რომ მარტივი ადამიანი ხართ. ოთხიანების პენტაკლები, მე საზღვრეც ხართ, მე სადღაც მესაკუთრეც ხდებით, ბევრად მომთხოვნი ხდებით, ხო? ბევრად, ხო? ასე რომ კი, საზოგადოებისთვის მთლიანობაში ხართ ეს გარედან ხართ ადამიანი, რომელიც ნამდვილად ისეთია. სურთ ადამიანებს, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, სურთ. კი ბატონო. კარგით, კეთილი. დაგემშვიდობებით. ერთი წუთით არკანი, კეთილი და მესამე ვარიანტი. ამაზონიტის კუ. თქვენ რა ენერგიებს გძრავთ ადამიანებში, როდესაც მასთან ურთიერთობაში შედიხართ? აი ასე. რამდენს არ სლენგს გამოვიყენებ ევასებით და რამდენს არ ეხატებით გულზე და და მაწაკი ხართ მესამე ვარიანტი. ბევრია თასების რა პაჟი ამოვიდა, თქვენ ხართ ხმლების პაჟი. ვიღაცა თulis რომ სიტყვებს არ უკვირდებით, შეიძლება რაღაცა ისეთი ბჭყალებში, მათ თვალსაჩინოს ვაზიარებთ და მათ აზრს გიზიარებთ, ხო, რაღაც ისეთი დაუბრეხოთ. მათი გადმოსახედიდან ძალიან ისეთი დაუფიქრებელი და ამ დროს მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაფიქრებული ამბობთ, რასაც ამბობთ, უბრალოდ ფილტრი ნაკლებად არის გამოყენებული. ასე ვთქვათ, შეგიძლიათ ადამიანები დაუნდობლად დასეროთ სიტყვებით. სულ იგრძნობა თქვენში ეს მოჭიმულობა, მზადყოფნა, ანუ რა გითხრათ, თქვენი ენერგიები არის ძალიან სპეციფიური. ვერ ვიტყვი, რომ ბევრ ადამიანს ასე ვთქვათ, ერბილება თქვენი ენერგია ან ეკომფორტულება. ეს ასე არ არის, ხო? ხმლების რაინდი. სხვათა შორის შეიძლება გერიდებოდნენ კიდევაც. კიდევ რა ენერგიებით შედიხართ ადამიანებთან ურთიერთობებში? შვიდიანების პენტაკლები, ექვსიანების თასები, ორიანების თასები, იცით რა, ამ დროს ეს შეიძლება ერთის მხრივ გარკვეული თავდაცვა იყოს, რომ ანუ თავიდანვე ჩხლეტარა ენერგიებით შედიოდეთ ადამიანებთან ურთიერთობებში, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის შიგნიდან როგორი მგრძნობიარე და როგორი მოსიყვარულე ხართ რეალურად, ხო? მაგრამ თქვენში არის ერთი მომენტი. თუ გაბრაზებული ხართ, სიტყვით კლავთ ადამიანებს და ზუსტად ან იმდენად დიდ სიმართლეს ეუბნებით,
რომ შეგიძლიათ ადამიანებს ჩამოაფშვნათ თავზე საკუთარი თვითშეფასება, რომელსაც წლები აკოწიწებდნენ და ალაგებდნენ. მოკლედ, როგორ აგიხსნათ, მედლის ორი მხარე ხართ და აი ეს медали მთლიანობაში როგორია ხო ნაბიჯიც არ არის медаლია რა ან ძალიან თბილია ან ძალიან ესეთი სიტყვა მწარე მაგრამ ვაი და ვუ იმის თავს ვთქვათ ვიზე ჩათვლით რომ თქვენი ნდობა და თქვენი სიყვარული რაღაცნაირად გამოიყენათ სუდათ ან აი ისე არ უპასუხა როგორც საჭიროა ხო მკვეთრად შეგიძლიათ მოჭრათ ადამიანი გაჭრათ მოკლედ სიტყვით და ზუსტად ამას ერიდებიან თუმცა მთლიანობაში გარედან საკმაოდ ესეთი ხიტრა ჟოპინგი როგორც იტყვიან სპიერი ადამიანის თავშლებას ტოვებთ მიხვდით ხო ანუ უნდობლობას იწვევთ ადამიანებში და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ ენა გაქვთ ენამწარეები ხართ ხო ან რაღაცა შეიძლება ეს ენამწარეობა არ იყოს მაგრამ იყოს როგორი რაღაც იცი აი ადამიანები თვლიდნენ რომ შეგიძლიათ იყო ძალიან ირონიული, ძალიან სარკასტული, ძალიან ცივსისხლიანი, ძალიან გაუფასურად ვთქვათ, ანუ ერიდებიან ადამიანები ასე ამ ყველაფერს, ხო, მაგრამ მთლიანობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ეს ყველაფერი იცით რის მერე მოხდა თქვენ შემთხვევაში, იყავი ძალიან გულთბილი, გულღია, ძალიან მიმდობი ადამიანი, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც პოზიტიურად არ გამოიყენეს ადამიანებმა შეიძლება ასე ითქვას და ამიტომ თქვენთვის ხმლების პაჟი ერთგვარი თავდაცვის იარაღი ხდება. ამიტომ ხო არკანი justice ან სამართლიანობა ამოვიდა. აქაც მომენტია რომ ალბათ ბალანსი რომ უფრო მეტად ვთქვათ უკვე ანუ ნახეთ ერთი ძაღლი ვთქვათ რომელიც დაკმეს ადამიანს ხო ყველა ძაღლი არ უნდა მოვიძოლოთ ხო ამის გამო ხო, ცოტა შეიძლება ეს ბალანსი გარბოდეს, თქვენ უკეთ იცით. ხო, მთლიანობაში აი ესეთი საინტერესო პროგნოზი ქონდა დღეისთვის, მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით გამოიწერეთ არხი, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი.